სუხიშვილი ფაქტიურად გვარი არ არის უკვე. სუხიშვილი არის პროფესია. ქართული ნაციონალური ბალეტად წოდებული ჩვენი ანსამბლი გახდა არაოფიციალური ელჩი თავის ქვეყნის მთელ მსოფლიოში. მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე გაიტანა ქართული კულტურა, ხელოვნება, ქართული საცეკვაო ხელოვნება და გააცნო ჩვენი პატარა ქვეყანა მთელ მსოფლიოს. მსოფლიო პრესა წერდა ჩვენზე არაერთხელ, რომ ეს არის ძვირფასი ფოლკლორული ქვა კლასიკური წახნაგებით. ნინო და ილიკო თავის ქვეყანას შეუქმნეს ეს საოცარი განძი. მათ ჩადეს მთელი ცხოვრება. ისინი იყვნენ ძალიან დიდი პატრიოტები. აი სიძლიერე და ის ხასიათი, რაც მათ ჰქონდათ და ის მარცვალი, რომელიც ჩადეს ამ საქმეში, გაღვივდა, აღზარდა უამრავი თაობა, ანსამბლის თაობების უიცვლება, მაგრამ თითქოს მათი სული სულ ტრიალებს. ისინი დიდი ნოვატორები იყვნენ. მთელი საქართველო ააცეკვეს სტატისტიკურად. ყოველი მესამე ბავშვი ცეკვავს ჩვენ ქვეყანაში და ეს მათი დამსახურება. მოიგონეს უამრავი ცეკვა. რასაკვირველია, ეს იყო ტრადიციულ ფესვებზე, მაგრამ თავისი თავისუფალი ფანტაზიები ჩადეს ამაში. დღეს უკვე ის ცეკვები, რაც მართლა მათი შექმნილია, აღიარებულია ხალხურ ცეკვებად და დღეს ამ პრინციპით მუშაობს საქართველოში სრულიად ყველა ანსამბლი. დღეს ვართ იმ სივრცეში, სადაც მოუყარეთ თავი ჩვენ რამოდენიმე ათეული წლის ნამუშევარს. და ეს ლამაზი ფოტოები სამწუხაროდ არის ყველაფერი წარსული ლამაზი, დასაფასებელი, მაგრამ ნამდვილად დასაფიქრებელი, იმიტომ რომ ამ კადრებში, ამ ფოტოებში დევს ჩვენი ისტორია. თქმა უნდა, გვაძლევს სტიმულს იმისთვის, რომ ვიფიქროთ მომავალზე. გამოფენა ყოველთვის არის რაღაცის შეჩერება, დაფიქსირება და ჩემი აზრით არის ის, რომ გაგრძელდეს შემდეგი ფიქრი და შემდეგი მუშაობა იმ ფორმატში, რომელშიც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ. ამ გამოფენას ქვია ტრიუმფის 80 წელი. ნინო და ილიკო 20-იან წლებში დაიწყეს ამ ანსამბლზე მუშაობა, მაგრამ 45 წლის გაზაფხულზე 80 წლის წინ, მეორე ომის დამთავრების შემდეგ ერთ თვეში ოფიციალურად მივიღეთ სტატუსი როგორც სახელმწიფო ანსამბლმა. სუხიშვილის ოჯახმა, ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მეთაურობით, მათი ნიჭით, ძალისხმევით, ცოდნით, ინტელექტით, ყველაფრით ერთად შეიქმნა ეს საცეკვაო დასი, სადაც გაერთიანა ტრადიციული ილეთები, ხალხური შემოქმედება და ასევე დაამატა თანამედროვე მოძრაობები და კლასიკური მიქსი, რომელიც გამოვიდა როგორც ერთი საინტერესო შოუ. 80 წელზე მეტი არსებობს, შემოიარა მსოფლიოს აზზე მეტი ქვეყანა, ბევრ ამ ქვეყანაში 20-ჯერ, 30-ჯერ არის ნამყოფი. გააკეთა 10,000-ზე მეტი შოუ, 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა ცოცხლად ნახა ეს წარმოდგენა. ანსამბლის დასაბამიდან ანსამბლის გვერდზე ედგა დიდი მეტრი, უნიჭიერესი, გენიალური მხატვარი, სცენოგრაფი სოლომონ ვირსელაძე, რომელიც არაერთი ცნობილი საბალეტო სპექტაკლების დიზაინის ავტორია. ის იყო დიდი მეგობარი ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი ანსამბლის შექმნელია, იმიტომ რომ მისი კოსტუმების გარეშე არ იქნებოდა ეს წარმატება და არ იქნებოდა ესეთი სილამაზე სცენაზე. მისი კოსტუმები დღესაც არსებობს ჩვენ პროგრამაში. ჩემი ძმა და მე ვართ ამ ოჯახის მესამე თაობა, რომელიც აგრძელებს ამ საქმეს. ძალიან დიდი პატივია და ამავე დროს ძალიან დიდი პასუხისგებლობა. იმიტომ რომ უნდა გავაგრძელოთ ზუსტად ისეთივე შთაგონებით, იმავე სტილში, როგორც ლემაბებიამ და ბაბუამ დაიწყო ეს საქმე, რომელიც დღემდე გრძელდება, დღემდე არის მოთხოვნადი, პოპულარული. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ მათი შექმნილი და დანატოვარი შევინარჩუნოთ და უფრო მეტად განვავითაროთ. ჩვენ რეპერტუარში სხვადასხვა ტიპის პროგრამები გვაქვს, სხვადასხვა სახელწოდებით. თითო პროგრამაში არის უამრავი ცეკვა, 30-ზე მეტი ქორეოგრაფიული კომპოზიცია, სხვადასხვა პროექტები გვაქვს. ილიკო და ნინოს მიერ დამაარსებლების მიერ შექმნილი ეს ტრადიციული კლასიკურ პროგრამას, რასაც ვეძახით. გვაქვს ახალი პროგრამა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში შექმნილი ახალი ცეკვები. ეს უკვე მესამე თაობის ჩემი ძმა ილიკო და ჩემს მიერ შექმნილი. ელექტრონულ მუსიკაზე გვაქვს პროგრამა არტეფაქტები, პროგრამა რამიშვილი მოდერნ ბალეტი, პროგრამა ქარაფშა და სხვადასხვა უამრავი.
ჩვენ ყოველთვის მივყვებით დროს ფეხდაფეხ, ჩვენ მივყვებით იმ თანამედროვე ტენდენციებს. რა თქმა უნდა, ვიყენებთ ხალხურ ტრადიციულ საფუძვლებზე აგებულ ცეკვებს და ქორეოგრაფიას, მაგრამ სულ სიახლეს ვამატებთ. ეს ზუსტად არის ის, რაც ჩვენ ანსამბლს ხდის დღემდე ესეთ მოთხოვნად და საინტერესოს. როგორც ჩვენი წინაპრები ბებია ბაბუა ამბობდნენ, რომ ქართული ხალხური ილეთები არის როგორც საშენი მასალა, რითაც ჩვენ ახალ ქორეოგრაფიას ვაშენებთ და ჩვენ ზუსტად ამ პრინციპით ვმუშაობთ.